სახელითა მამისათა დადისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისათვის. დღეს არის დღესასწაული მართლმადიდებლობის ზეიმი, ასე ეწოდება და რატომაც ეწოდება ჩვენ ამას ცოტა ხანში ვიტყვით, თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ახლა საერთოდ ტაძარში ჩვენი ყოფნა და ჩვენი როცა უნდა ყუდროებით გამოირჩეოდეს, ესე იგი, შეუძლებელია ილოცო ჯერ აი მარტო რო ხარ სახში და სრულიად მარტო რო ხარ და არანაირი ხმაური არ გიშლის ხელს, ესეც არ არის იოლი ლოცა, იმიტომ რომ გარდა ხილული დამოუკიდებელის არსებობს უხილავიც, რომელსაც არ უნდა ჩვენი გადარჩენა, მაგრამ ახლა დიდ მარხვას ახლავს ხოლმე ასეთი რამ. ის ადამიანები, რომლებიც ან დიდი ხნით არ დადიან ტაძარში, ან საერთოდ არ ყოფილან და ახლა მოდიან, მოძღვავდებიან ხოლმე, ესე რომ ვთქვა, და მადლობა ღმერთს, ეს ძალიან კარგია. მაგრამ რა მინდა ვთქვა, იცით, ტაძარს აქვს თავისი წესი. სიმყუდროვისა, რომ ერთად გიზოვნა დადგე და წირვას უნდა მოусმინო. რომ დაუშვათ, ახლა მე დავინახე წირვის დროს ერთი-ორი ქალბატონი, რომ წავიდა სხვაგან დაანთო სანთელი სახარების შემდგომ. სიმართლე გითხრათ, პირადად რო უთხრა ხოლმე ცოტა მეუხერხულება თან, როგორც იტყვიან, დედის ტოლი ხალხია და რაღაცნაირად მერიდება, მაგრამ აი ესე ზოგადად ვიტყვი, რომ არ არის ეს მართებული. ჩვენ სხვას უშლით ხეს წირვის დროს, აი უნდა წავიდეთ, წამოვიდეთ, კი, რომელიღაცა ხატთან გვინდა რომ დავართოთ, ეს განსაკუთრებული სასწორება გვაქვს იმ ხატის მიმართ, მაგრამ რა დააშავა იმ ხატმა, ღვთის ხატმა, გვერდით რო გვიდგას და უნდა გამოვწიოთ და მივიდეთ და ხელი შეუშალოთ და სანთების გამო. არაფერი არ დაუშავებია, ის მოვიდა, ვინც ის როგორ მოვიდა, რეები გადადოთ, რა გაიჭიროთ, მოვიდა, ღმერთმა მოიყვანა, როგორც ითქვა. არ უნდა შეუშალოთ ხელი. არ უნდა შეუშალოთ არც იმით, რომ ერთმანეთს გადაულაპარაკოთ. მე არ მგონია იმ მრევლმა გააკეთოს, ვინც დიდი ხნით დადის, თუმცა არც ეგ არ არის გამორიცხული. ტელეფონი კიდე აი რამდენ ადამიანს ხო დაურეკა თუ რაღაც. ხდება, შეიძლება, გრჩება ადამიანს ჩართული და ასე შემოდიხარ, მაგრამ ხო არ არის აუცილებელი 99-ს დაურეკოს, რომ შენ მე ასე მიხდერო, თურმე შეიძლება ჩემმაც დარეკოს. ერთმა რო დარეკა, ხო გმართებს კეთილგონიერება, შეიძლება ჩემმაც დარეკოს. და თუ იმ ერთმა შეუშალოს ხელი, ჩემი რატო არ შეუშლის? ამიტომ აი ამ ხრივაც მოწესრიგებული უნდა იყოს და მადლობა ღმერთს, რომ არის მოწესრიგებული. უბრალოდ აი ესეთ შემთხვევებში საჭიროა ხოლმე რაღაცა ორი სიტყვა ითქვას და ჩვენ უნდა შევქმნათ აქ გარემო ისეთი, სადაც ჩვენ თვითონვე მიიღებთ მერე იმ ნუგესს, ესე იგი. ჩვენ თუ ავაფორი აქებთ აქ გარემოს, არა? ვისთვის მოხვალ მაშინ? ეგეთი აფორი აქებული გარეთაც არის. და აი აქ უნდა იყოს ის გარემო, სადაც ადამიანი ლოცვას შეძლებს, სადაც ადამიანი შეძლებს, რომ გული გაუთბეს და ნუგეში მიიღოს და აქედან ძალა და რწმენა მიცემული წავიდეს, გამტკიცებული წავიდეს. და შეგახსენებთ, პატრიარქის მოწოდება იყო ასეთი, რომ ყოველ კვირასო აღსარებითა და ზიარებით გამტკიცდით. აი მარხვის წინა პერიოდში პატრიარქის მოწოდება ასეთი იყო, რომ აღსარებით და ზიარებით გამტკიცდით. გუშინაც ვამბობდით, როცის შემდეგ ეს არის ღვთის კურთხევა ასეთი, რომ ადამიანმა ხშირად მიიღოს ზიარება. ჩვენ ღმერთი, აი წეგან მოსეზე წავიკითხეთ, მოსესავით არ გამოგვეცხადება ღმერთი. მაგრამ ჩვენ თავი უნდა დავიმდაბლოთ და ღვთისგან დადგენილი ვინც არის, მის როცა კურთხევას უნდა დავუჯეროთ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დიდი მარხვის პირველი კვირას ყოველთვის აღინიშნება მართლმადიდებლობის ზეიმი და რას უკავშირდება? ეს უკავშირდება უპირველეს ყოვლისა ხატმებრძოლობის დამარცხებას, მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრება, სულ საერთოდ 7 მსოფლიო მნიშვნელობის საეკლესიო კრება არსებობს.
საეკლესიო კრებები უამრავი იყო ადგილობრივი, მაგრამ აი სოფლიო კრების სტატუსი და ამ მნიშვნელობით 7 ასეთი არსებობს. და ბოლო კრება, რომელიც ნიკეაში ჩატარდა, პირველიც მათ შორის და ბოლოც ნიკეაში ჩატარდა, ეს დღევანდელი თურქეთის ტერიტორია, სწორედ ხატთაყვანისმცემლობის აღდგენას უკავშირდებოდა. ამას თავისი ისტორიული თუ თეოლოგიური წანამძღვრები ჰქონდა, ახლა ჩვენ ლექცია არ გვაქვს, ამიტომ ამ ყველაფერს მე არ მოვყვები, მაგრამ აი ივერიის ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ხატიც, რატომაც იქნა ათონის მთაზე სასწაულებრივად მიბრძანებული, იქ ხატებს ანადგურებდნენ, ესე იგი, და ვინც ხატთაყვანისმცემლობას იცავდა, იმ ადამიანებსაც ანადგურებდნენ. აი მაგალითად ცნობილია, რომ ბითვინიაში ერთი ბერი აღარ დადიოდა. სულ ყველა გაანადგურეს, იმიტომ რომ ესე იგი ესენი ხატთაყვანისმცემლობას უჭერდნენ მხარს. იგივე ძალიან დიდი შრომა მიუძღვით წმინდა იოანე დამასკელს და წმინდა თეოდორე სტუდიელს. წმინდა იოანე დამასკელს ხელი მოჰკვეთეს ამის გამო, რომ ხატთაყვანისმცემლობის შესახებ ტრაქტატებს წერდა და აქვეყნებდა ამას და ხელი მოჰკვეთეს და დააბრალეს, ესე იგი ეს დამასკოდან იყო, სირიიდან იყო და ასეთი რაღაცა მოუფიქრეს, ესე იგი და მეფესთან დაახლოებული ადამიანი იყო, ჯერ კიდევ მამამისი და შემდგომ თვითონაც და ესე იგი რა გააკეთეს ბიზანტიაში, რომ დაწერეს წერილი, თითქოს და ეს დაპირისპირებული იყო ერთმანეთს სირია ბიზანტიასთან და დაწერეს წერილი, თითქოს იოანე თავის მტრებს ეუბნებოდა ამ წერილში, რომ მოდითო და მე დაგეხმარებითო ჩვენი სახელმწიფოს დაპყრობაშია და ანუ ფაქტობრივად სახელმწიფო ღალატი იყო ეს. ანუ ეცადნენ, რომ იოანეს ნაწერისთვის მიემგვანებინათ და ეს ნაწერი გაუგზავნეს სულთანს. ანუ მეფეს გაუგზავნეს და მეფემ არც გამოიკითხა, პირდაპირ მოჰკვეთეს იოანეს ხელი და წაიღეს და ბაზარში, ანუ ხალხმრავალ ადგილზე მთელი დღის განმავლობაში გამოკიდეს ეს ხელი. და ცნობილია ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ერთ-ერთი სასწაულებრივი ხატი, რომელსაც სამხელიანი ღვთისმშობელი ეწოდება და რას უკავშირდება, სწორედ წმინდა იოანე დამასკელს უკავშირდება და სწორედ ხატთაყვანისმცემლობის აღდგენას, რომ ეს ხელი რომ ჩამოხსნეს, ბოლოს ისევ დაუბრუნეს იოანეს და ამ მოკვეთილი ხელით, რომელიც ტილოში ჰქონდა გახვეული და ხელით შეხვეული, მივიდა და ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე გულხურვალედ ლოცულობდა იოანე და ამ ლოცვის დროს ჩაეძინა. და როდესაც გაეღვიძა, ნახა, რომ ის ხელი თავის ადგილზე იყო ის. აი სასწაულებრივად და თქვენ თუ ნახავთ წმინდა იოანე დამასკელის ხატს, აი როგორც აბოთბილელის ხატია, თავზე რო თეთრი რაღაცა ახვევია, აი ესე გამოისახება ხატებში, ანუ მადლიერების ნიშნად მთელი ცხოვრება აი ამას ატარებდა შემოხვეული. ის მერე მონასტერში წავიდა, ძალიან დიდი ბერი შეიქმნა, აღარ დაბრუნდა სახელმწიფო სამსახურში, მიუხედავად სულთანის არაერთგზის თხოვნისა, მან გადაწყვიტა, რომ ბერად აღკვეცილიყო. მოკლედ დადასტურდა მისი სიმართლე, რომ არაფერ შუაში არ იყო და ცილი დასწამეს, იმიტომ რომ არა არის დაფარული, რომელიც არ გამოცხადდეს. ჩვენ გვეჩქარება ხოლმე, რომ ჩვენი რაღაცა ის სიმართლე გამოჩნდეს, თორემ ღმერთი თავის დროზე გამოაჩენს და მაშინ უფრო დიდ სარგებელს მოიტანს ხოლმე. აი როგორც დღის შუქზე ასე გამოჩნდებაო შენი სიმართლე ადამიანს უფალი ანუგეშებს და იმის თქმა მინდა, რომ ძალიან დიდი დევნა გადაიტანა ეკლესიამ აი ამ ხატმებრძოლობის გამო. მაგრამ დადგა დღე, როდესაც აღიარებული იქნა ხატთაყვანისმცემლობა და დაიგმო ყველა მანამდელი ერესი და ცრუსწავლება თუ რამე იყო და აი ეს უკავშირდება მართლმადიდებლობის გამარჯვებას და მართლმადიდებლობის ზეებს. ეს ზოგადად ძალიან მცირე ისტორიული მიმოხილვა, მაგრამ ეხლა ეს ჩვენთან რა კავშირშია ადამიანი იკითხავს და ჩვენთან იმ კავშირშია, რომ თითო ჩვენგანში არის რწმენა და აი ამ რწმენას ადამიანი უნდა გაუფრთხილდეს. თორემ შეიძლება კი მართლმადიდებლობის ზეიმია, მაგრამ ჩემში თუ ეს რწმენა ჩაქრა, ჩემთვის აღარ არის ეს ზეიმი.
აი როგორც გველზეა ნათქვამი, რომ თავს თუ გაუჭეჭყავ ის კვდება და დანარჩენ შემთხვევაში არ მოკვდება, აი ეს ადამიანში ეს თავი არის რწმენა. გველი მთელ ტანს გადაიფარებს, რომ თავი არ დაუზიანდეს და ადამიანს ყველაფერი უნდა გაიღოს იმისათვის, რომ რწმენა არ დაკარგოს. და რწმენა შეინარჩუნოს ყველა შემთხვევაში და რწმენა შეინარჩუნებს ადამიანი თუ ამ პარტავნებიდან ურჩობით არ იცხოვრებს. ყოფილა შემთხვევები მაგალითისთვის ვიტყვი, აი წმინდა პახომი დიდის ცხოვრებიდან იყო ერთი ასეთი სულიერი მოწაფე, უამრავი ბერი ყავდა 1000-ზე მეტი სულიერი შვილი ბერები და ერთ-ერთმა გადაწყვიტა, თან ეს პერიოდია ჯერ ქრისტიანთა დევნა არ არის დამთავრებული და თავის მოძღვარს წმინდა პახომი დიდს, რომელიც არის მონასტრული ცხოვრების ფუძემდებელი, რომელმაც თავად ანგელოზისაგან მიიღო სპილენძის ფირფიტაზე დაწერილი წესგანგება, როგორ უნდა ეცხოვრათ, ელოცათ თუ რაერთო მთელი ცხოვრების შესახებ. და ეუბნება, რომ მინდაო, რომ წავიდეო და მოწამეობრივად აღვესრულო. სადაც ქრისტიანებს დევნია, იქ მინდა, რომ მივიდე და დავამოწმო ქრისტეს ერთგულებაო და ქრისტეს სწავლების ჭეშმარიტებაო. ეს თავისი ასეთი, ანუ ნახეთ მამაო ჩვენაში როგორ ვამბობ, ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელს. ჩვენ უფალს ვევედრებით, რომ არ დაგვაყენო აი ამ განსაცდელის წინაშე და მით უმეტეს შენ არ უნდა დააყენო შენი თავი ამ განსაცდელის წინაშე. უფალი თუ მოგიწოდებს, ეგ სხვა არის. აი მაგალითად პეტრე მოციქულზეა ცნობილი, რომ როდესაც რომში ქრისტიანებს დევნიდნენ, პეტრე მოციქულს მოწაფეები სთხოვდნენ, რომ შენ ძალიან გვჭირდებიო და ტყუილად არ მოიკლა თავი, ესე რომ ვთქვა და გაეცალეო რომსა, ხო იცი რომ მოგკლავენო რომშია და პეტრე მოციქული არა შიშის გამო, უკვე შიშის გამო აღარ, არამედ სული წმინდისაგან გაძლიერებული, არა და მანამდე ხო გახსოვთ, სამჯერ ხევლის წინაშე ვერ აღიარა, რომ ქრისტეს მოწაფე ვარო, მაგრამ შემდეგ, როდესაც სული წმინდა გარდა მოვიდა მათზე, 1000-ობით ადამიანის წინაშე ამხილებს მათ ქრისტეს ჯვარცმაში და აი ახლაც, როდესაც რომიდან გამოდის, შიშის გამო კი არა, მოწაფეებზე ზრუნვის გამო, რომ მათ კვლავ ნუგეში ჰყავდეთ პეტრე მოციქულის სახიდან, რომს ტოვებს და გამოდის. ანუ არ იგდებს თავს ძალით განსაცდელში. და იქ მაცხოვარი შეხვდება სახედარზე ამხედრებული. ეს პერიოდია მაცხოვარი ჯვარცმულია და ზეცად ამაღლებული, მაგრამ ის მაცხოვარს ხედავს, რომ რომში შედის სახედრით და პეტრე მოციქული ეკითხება, უფალო, სად მიდიხარო და მაცხოვარი ეუბნება, რომში მივდივარო, ხელმეორედ უნდა ვეცვა ჯვარსო. და პეტრე მოციქული მიხვდა, რომ ეს მასზე იყო საუბარი, რომ თვითონ უნდა დაბრუნებულიყო რომში. ანუ თვითონ არ ჩაიგდო თავი განსაცდელში, მაგრამ ღმერთმა ინება, რომ ასე მოხდარიყო. და ამიტომაც, რადგან ღმერთმა ინება, დაბრუნდა პეტრე მოციქული და ჯვარს ეცვა ქრისტეს სიყვარულისთვის, ოღონდ თან თავისი თამდაბლობით ინება, რომ უკუღმა მაცვით ჯვარსო, არა ვარ ღისი, ისე მაცვა ჯვარს, როგორც ჩემი მოძღვარი. რატო მოვიყვანე ეს მაგალითი, რომ როცა უფალი რაღაცაზე მოგიწოდებს, იმის მადლსაც მოგცემს. ანუ შენ თავი არ გეღისება, მაგრამ იმის მადლს მოგცემს, რომ ეს შეასრულო, მაგრამ შენი თუ მოინდომებ რაღაცას, აი დაუბრუნდეთ ისევ იმას, როგორც პახომი დიდის მოწაფის შემთხვევას. ეუბნეოდა, მამო, წავალ და იქ სადაც ქრისტიანებს დევნია, მეც ვიტყვი, რომ ქრისტიანი ვარ. და წმინდა პახომი დიდი ეუბნება, არაო, შენ იცხოვრეო შენი ბერული ცხოვრებითო და შენ ამითიო მრავალ ადამიანს გზას აჩვენებ, მრავალ ადამიანს განსწავლი და ეს შენთვის საკმარისი იქნება, რომ ცხონდე. და არაო, მან დაიჟინა, რომ არა წავალო და მართლაც წავიდა და როდესაც დადგა იმ ჯალათის წინაშე, რომ უნდა ეღიარებინა ქრისტე, აღარ იყო სიმტკიცე და უარყო. ესმით რაზეა ლაპარაკი. ანუ ამითი ჩვენ რას გვეუბნება, აი მისი ცხოვრების ეს პატარა მონაკვეთი რას გვეუბნება. შენს თავზე აღმატებული არ მოიწადინო. ერის ადამიანი ხარ? იცხოვრე ისე, როგორც ერისკაც შეშვენის, მორწმუნე ერისკაც შეშვენის, ხო? შენს ოჯახზე იზრუნე, თუ მამაკაცი ხარ, მაგალითი იყავი, როგორც ბერს უთხარო, სხვა ბერებისთვის მაგალითი იყავი. აი მამაკაცი ეუბნება,
იყავი მაგალითი შენი ცოლისთვის, შვილებისთვის, იყავი მაგალითი შენი მეგობრებისთვის, გარშემოყოფებისთვის და როგორც წმინდა ივანე ოქროპირი ამბობს, ჯერ უნდათ ისარგებლეო ქორწინებითო და პირველი იქნებიო სასუფეველში. ანუ გააკეთე ის, რაც დაგევალა ღვთისგან და არავიზე ნაკლები არ იქნება. მაგრამ ჩვენ ზოგჯერ გვინდა ჩვენი ამპარტავნებით ვიზრახავთ, რომ იმაზე მეტი გავაკეთოთ, ვიდრე ჩვენ ეს გვევალება. მაგრამ იქ სადაც ესეთი განწყობა, იქ სადღაც ამპარტავნება არის ჩაბუდებული. რომ მე სხვაზე ბევრი რაღაცა გავაკეთე. არა ღვთის სიყვარულისთვის, იმიტომ რომ სადაც არის ღვთის სიყვარული, იქ აუცილებლად მორჩილება. ეს ორი ერთმანეთის გარეშე შეუძლებელი. ანუ სიყვარული თანმიმდევრობის და მორჩილების გარეშე შეუძლებელი. აი მაგალითისთვის ვიტყვი. არსებობს მოღვაწეობის ასეთი ფორმა, მესვეტეობა. აი მაგალითად ჩვენთან საქართველოში ანტონ მარტყოფელი იყო ასეთი, სვეტზე ანტონ მარტყოფში ვიწყობილ ხარ ნორიოს მონასტერში, მარტყოფის მონასტერში. იქ არის სვეტი, სადაც ანტონი მოღვაწეობდა. და პირველი ამ მოღვაწეობის ამ ფორმის ფუძემდებელი იყო სვიმეონ მესვეტე. ეხლა წარმოიდგინეთ, ეს ისეთი მოღვაწე იყო, რომ მონასტერში რომ მივიდა, წარმოიდგინეთ, შიგნიდან შესამოსლის შიგნიდან ჯაჭვები ჰქონდა და აი მატლები სცვიოდა ფეხებიდან, ასე იგი და ბერები რომ ამ ყველაფერს უყურებდნენ. ესე იგი, სასოწარკვეთილებამდე მიდიოდნენ, ეს თუ ესე მოღვაწეობს და ჩვენ მაშინ არაფერს არ ვაკეთებთ და რითი უნდა გადარჩეთ და წინამძღვარმა უთხოვა, რომ დატოვო ეს მონასტერი, იმიტომ რომ შენ რო გიყურებენ ბერებიო, შენი მობაძვა უნდათ, მე ვერ გბაძავენ და მე უიმედობაში არიან. ამიტომ მისი თხოვნით დატოვა მონასტერი და სვეტი ააშენა და სვეტზე განმარტოვდა. მღვდელმთავარმა, როდესაც გაიგო ასეთი ფორმა მოღვაწეობისა და ეს პირველი იყო, მანამდე როგორც ვთქვი, არ არსებობდა. მაგრამ ეს ძალიან მოშურნე და ღვთისმოყვარე კაცია და თავის თავს არ აძლევს უფლებას, რომ აი მაგალითად ერთი ასეთი შემთხვევა იყო. ელია თესბიტელის ცხოვრებაში არის, რომ ელია ღმერთმა ცეცხლოვანი ეტლით წაიყვანა. და ესეც სვეტზე რო უკვე მრავალი წელი მოღვაწეობს, ეშმაკი გამოეცხადა სწორედ ცეცხლოვანი ეტლით და ეუბნება, რომ სვიმეონ, შენ უკვე ღირსი ხარ, რომ სეცაში წაგიყვანო და აი ნახეთ ეშმაკი რა დახელოვნებულია და როგორ აცდუნა მაინც ამდენი ხნის მოღვაწე და აწია ერთი ფეხი სვიმეონმა, რომ იმ ეტლზე უნდა გადასულიყო ამ ასემაღლე სვეტიდან. და დაიმტვრეოდა, მეტი არაფერი არ მოხდებოდა, ჩამოვარდებოდა ძის. და ღმერთმა დაიფარა და მიხვდა, რომ იქ ცდუნება იყო და თავისი თავი დასაჯა და 1000 დღეო იმ ერთ ფეხზე იდგაო. წარმოიდგინეთ, ან მეორე ფეხს, აი რამდენი წლის განმავლობაში, ხო? მეორე ფეხს არ დგამდა ძის, იმიტომ რომ ის ერთი დაესაჯა, რითიც დააპირა, რომ გადასულიყო და რატო ვამბობ ამ დეტალებს, რატო ყო? აი ესეთი მოღვაწეობის ფორმა ჰქონდა და მღვდელმთავარმა რო გაიგო, იფიქრა, რომ ეგ რაღაცა ეშმაკისგან ხო არ არისო, ესე იგი იქნება ეშმაკისგან არის კაცი აღძრული და რაღაცა არ არის სწორი ფორმა მოღვაწეობისა და ბერები გაგზავნა და ნახეთ ასეთი რამე დააბარა. წადითო, უთხარითო სვიმეონსო, რომ ჩამოვიდეს სვეტიდან. და ძალიან საინტერესო რამე უთხრა, რითი გაიგებდნენ ის მართლა ღვთისგან არის თუ არ არის ღვთისგან. თუ დაგიჯერებთ და ჩამოვალ, ჩამოსვლას დააპირებსო, კარგიო. უთხარი, ჩამოდი და როგორც სხვა ბერები ცხოვრობენ, ისე იცხოვრე შენს. თუ დაგიჯერებ და ჩამოსვლას დააპირებსო, უთხარითო, რომ დარჩიო. ესე იგი ღვთისგან, ანუ თუ მორჩილება ექნება და იტყვის, კი მე მოვიფიქრე ასეთი რამე, მაგრამ თუ მღვდელმთავარი ამბობს, ჩამოვალ, ესე იგი ეგ ნამდვილად ღვთისგან არისო და ეშმაკისგან არ იქნება. და თუ არ დაგიჯერებთო და იტყვის, არა მე აქ დავრჩები და აქ ვიღვაწებო, მაშინ ძალით ჩამოიყვანეთ. ხო და სვიმეონსაც უთხრეს თუ არა მღვდელმთავარმა ასე და ასე თქვა, მაშინვე დააპირა ჩამოსვლა. არც კი დაფიქრებულა და უთხრეს, რომ დარჩი და ასე გააგრძელე მოღვაწეობა. რატო თქვი წერა? მორჩილების გარეშე არ არსებობს ღვთის სიყვარული. თანმიმდევრობის გარეშე არ არსებობს ღვთის სიყვარული. აი მე ესე მომინდა და მე ესე უნდა გავაკეთო და ეს იქნება მაგარი, ესე რომ ვთქვათ რა. ეს არ გამოვა. არამედ თანმიმდევრობით და მორჩილებით გამოვა.
და თუ ადამიანი შეინარჩუნებს თანმიმდევრობას, არც წმენას არ დაკარგავს. იმიტომ რომ ნათქვამია ამ პარტავანთა შემოსრავს ღმერთი, ხოლო დაბალთა მოსცის მადლი და თუ ადამიანს ღმერთი თავის მადლს მიანიჭებს, მაშინ ვინ არის მის წინააღმდეგი, თუ ღმერთი ჩვენსკენ არის. მაგრამ ეხლა ნახეთ კიდევ ერთი შემთხვევა თქვით, რომ აი ამ პარტავნებისგან როგორც ის ბერი იყო, რომ მე უნდა ქრისტესთვის მოწამეობრივად აღვესრულო. მეორე კიდე რა შემთხვევაში კარგავს ადამიანი მადლს. არაერთ შემთხვევაში, მაგრამ კიდე მეორე მოიყვანა. მაგალითად, ეხლა მე სამწუხაროდ სახელები არ მახსოვს, მაგრამ იყო ერთი ქრისტიანობის დევნის პერიოდში იყო ერთი სასულიერო პირი, რომელსაც არაერთხელ მიუღია ტანჯვა იმის გამო, რომ ქრისტეს რწმენა აღიარა და დადგა საშიშროება კიდევ, რომ მოწამეობრივ სიკვდილზე უნდა გაიყვანო. და ამ სასულიერო პირს ერთი მეგობარი ჰყავდა, საერო პირი, ერისკაცი. რაღაცა უსიამოვნება მოვიდეთ. და ამ ერისკაცმა სთხოვა, ანუ უკვე შეიძლება ითქვას, მალევე უნდა წარადგინონ ჯალათის წინაშე და ეს ერისკაცი სთხოვდა პატიებას და ამ სასულიერო პირმა არაპატია. და რომ არაპატია, მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ ჰქონდა ეს სიმტკიცე გამოჩენილი და მოწამეობა მიღებული, ოღონდ არ გარდაცვლილა ამ წამების დროს, აი სწორედ მაშინ აიღო ღმერთმა მადლი და სიმტკიცე დაკარგა ამ კაცმა და უარყო ქრისტე. ესმით, ანუ რატომ არის, რომ შენდობის კვირა არსებობს და ჩვენ ერთმანეთს შენდობას ვთხოვთ. თუ შენდობა არ ითხოვე, მადლიც არ გექნება. და თუ მადლი არ გაქვს, ვერც მარხვას ვერ შეძლებ, ვერც ლოცვას და ვერაფერს ვერ შეძლებ, თუ არაპატია. აი ეს მეორე შემთხვევა. მაგრამ სხვა შემთხვევაში, თუ ადამიანი ღმერთზე არის მინდობილი, აი მოწამეები რამხელა რამეს უძლებდნენ. რამხელა რამეს უძლებდნენ, წარმოიდგინეთ, აი წაღან როგორც ვთქვით, ვიღაცას ხელი მოჰკვეთეს, აი წმინდა გიორგი როგორ აწამეს, ხო? და ესე იგი ჩვენც მე გუშინ ბავშვებსაც ვესაუბრებოდა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა. მოდი ახლა უშუალოდ ჩვენს ცხოვრებაზე ვთქვათ, ახალგაზრდებზეც, ძელებზეც. აი მაგალითად, თუ რაღაც 30 წლის წინ, ახლა ვინც უფრო ცოტა ასაკიანი, ზოგს ცხოვნოდა, რომ მაგალითად ჯვარი გამოეჩინა. ზოგს ცხოვნოდა, რომ სახში რო ხატები აქვს, ეს ეღიარებინა, რომ ტაძარში დადის, რომ შვილი უნდა მონათლოს თუ რა. ვერ ცხოვნოდა, ამას ვერ აკეთებდნენ. იმიტომ რომ ამის გამო საყვედურიც იქნებოდა, დაცინვაც იქნებოდა, შევიწროებაც იქნებოდა. დღესაც ჩვენი ახალგაზრდები არაერთხელ და არა მარტო ახალგაზრდები აღმოჩნდებიან იმ რეალობის წინაშე, რომ ჩვენი რო ვიტყვით, რომ მარხვაზე ვართ, მარხულობთ, ან რომ ლოცულობთ, ან გვწამს, ეს სულაც არ იქნება მიჩნეული კარგ ტონად. ამის გამო დაგვცინებენ. არაერთი შემთხვევა მოხდა, თუნდაც აქ გორში. ყოფილა შემთხვევა, რომ მოსწავლეს დაუცინია, ყოფილა შემთხვევა, რომ მასწავლებელს დაუცინია მოსწავლისთვის. წმენის გამო დაუცინია. ესმით და დღეს ესე იგი სამწუხაროა, მაგრამ რეალობა ასეთია. თუ ეროვნების გამო დაგცინიან, ეს არ შეიძლება. ყველაფერს თავისი ფობიები დაარქვეს, ხო? თუ ორიენტაციის გამო რაღაცას გეტყვიან, ამასაც თავისი, აღარ ვამბობ ახლა საგანგებოდ დაარქვეს. თუ დაუშვათ ნებისმიერი რამის გამო დაგცინიან, ამას თავისი რაღაცა დაარქვეს და ეს არ შეიძლება. მაგრამ თუ ქრისტიანობის გამო დაგცინიან, ამას რა დაარქვეს? სიტყვის თავისუფლება. ესმით, მას თავისუფალი სიტყვა შეუძლია რომ ეგ თქვას. და ქრისტიანს არ შეიძლება რომ თქვას, რომ ეგ რაღაცა გარყვნილებაა და სოდომური ცოდვა. არა, თუ ქრისტიანი იტყვის, რომ ეგ სოდომური ცოდვა, ეგ ის არის ჰომოფობია. ვიღაცა იტყვის, ის ქსენოფობია უცხოდ. ეს სიტყვის თავისუფლებაა და ქრისტიანი მოვალეც კი არ ეს თქვას, მაგრამ აქ საქმე რაში? როდესაც ქრისტიანი დადგება მართლაც იქ, სადაც უნდა თქვას, რომ ეს ასეა, ეყოფა სიმტკიცე, რომ ეგ თქვას, რომ ეს ასეა.
აი მე ჩვენ ბავშვებსაც ვეკითხებ, გვეყოფა სიმტკიცე რომ თქვათ იმ ჩვენს თანაკლასელებთან თუ იმ რაღაც საზოგადოებაში, სადაც ჩვენ აღმოჩნდებით, რომ აი ეს ასეა? მაგას სიმტკიცე ჭირდება და იმ სიმტკიცეს მადლი ჭირდება. და მადლი რომ მოიპოვოს ადამიანმა, თავი უნდა დაინდობლოს, იმიტომ რომ დაბალთა მოსცის მადლი. და თუ უფალი მადლს მოგანიჭებს, ნახეთ სახარებაში რა წერია. როდესაც წარგებდნენ მთავართა და მეფეთა წინაშეო, წინასწარ მოიტყვითო, რა ვთქვათო და როგორ ვთქვათ, იმიტომ რომ მე მოგცევთ მაშინ იმ სიტყვას და სიბრძნეს, რაც მაშინ უნდა თქვათ. და ნახეთ აქ ორი რამეა. ადამიანი თუ ღმერთზეა მინდობილი და არა საკუთარ თავზე, თან იმედი აქვს, რომ ღმერთი მისცემს იმ სიტყვას, იქ სადაც საჭირო იქნება. თან კიდე თავდაბალი რჩება, იმიტომ ეს ჩემი კი არ არის, ეს ღმერთმა მომცა ეს სიტყვა, რომ ზუსტად იქ მეთქვა, სადაც საჭიროა და იმ სიმტკიცეს რო გამოიჩენ, ადლიერი რჩები ღვთისა. და თუ ადამიანი ამ სიმტკიცეს არ გამოიჩენს და დაუშვათ იმ საზოგადოებაში სადღაც აი ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანს მორიდებია, რომ მე ხა მარხვაზე ვარ, იმიტომ რომ სხვები იცინიან ამის გამო. მაგრამ რა ჯობია ქრისტესთან ერთად დარჩე და იცინან შენზე, თუ ქრისტეზე უარი თქვა და შენც ისე მოაჩვენო თავი, რომ თითქოს შენც არ მარხულობ. განა იმიტომ, რომ თამდაბლობის გამო რომ ვინმე მართლაც რა არა კარგია რომ მარხულობ, გერიდება რა თქვა. და ნახეთ მოსეზე რა ეწერა. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა აქ რაც ეწერა. უფრო იზღა გამოირჩია თანა ძვირის ხილვაერსა თანა ღვთისასა, ვიდრე ღარაითა აქ უნდეს მას საწუთო იგი საშვებელი ცოდვისა. უფრო ადვილად რო ვთქვათ. ქრისტეს ანუ ღვთის ერთთან ერთად ტანჯვა არჩიაო, ვიდრე ჰქონოდა ამ წუთისოფლის ცოდვიანი საშვებელი, ანუ სიამოვნე. კი, შენ თუ იტყვი რომ მე არც მარხულობ და არც ლოცულობ, ეს წუთისოფელი ტაშ დაგიკრავს. თუ იტყვი რაღაცა უზნეოდ ცხოვრობ, ტაშ დაგიკრავს ეს წუთისოფელი, მაგრამ რადგან ამ წუთისოფელთან ერთად გიხაროდეს, ადამიანმა უნდა ამოარჩიოს, რომ ქრისტეს ერთგულ ადამიანებთან ერთად იტანჯოს უფრო, ვიდრე აი ამ წუთისოფლის ცოდვასთან ერთად უხაროდეს და ნახეთ როგორ წერია შემდეგ, უფრო იზღა სიმდიდრეც შერაცხა ეგვიპტისა საფასეთა ყვედრება იგი ქრისტეს. ანუ ის ხო ეგვიპტის ფარაონის შვილად ითვლებოდა. და ეგვიპტის სიმდიდრეზე მეტათო ქრისტესთან ერთად ყვედრება არჩია. აი ამ სიმდიდრეზე მეტად ქრისტესთან ერთად რო ყვედრებულიყო ეს არჩია და რატომ? რამე თუ ხედვიდა იგი სასყიდლის კვალადგებას, რადგან ხედავდა ის იმ უხილავს, რაც ადამიანს ელოდება იმ სასყიდლის კვალადგება და აი სასყიდლის კვალადგება ჩვენ ყველას ჩვენი მოსაგებელი გვექნება რა, მოგვაგებს უფალი ჩვენი რწმენისა თუ საქმისაება. აი ეს ადამიანს ძალას მატებს, რომ სიკეთეში მტკიცე იყოს და ცოდვის წინაშე მტკიცე იყოს და თქვას, რომ არ გააკეთებს ამას. და აი ეს მარხვა სწორედ ამაში ეხმარება ადამიანს. ეხლა მაგალითად ეს მარხვა შენახვა აი მასთან ერთად რომ მტკიცე იყო ქრისტეს სწავლების აღიარებაში, შეიძლება არაფერი არ არის, მაგრამ თუ სიტყვაზე ხაჭაპურზე ვერ თქვი უარი, უფრო მეტზე იტყვი უარს ვერ იტყვი. იმიტომ რომ ესეც უფლის სიტყვებია. მცირესა ზედა სარწმუნოა, მრავალსაცა ზედა სარწმუნოა. ვინც მცირეში არის სანდო, დიდშიც სანდო იქნება. მაგრამ ვინც მცირეში არ არის სანდო და ღალატობს უფალს არა, ის დიდშიც ვღალატებს. ამიტომაც აი ამ მარხვითაც ადამიანი სწავლობს იმას, რომ უფალთან ერთად იყოს. ერთ-ერთ ფილმში არის ასეთი რაღაც, ერთი კაცი ამბობს. ბევრჯერ დამდგაროა, რომ გზაჯვარე დინზეო და მცოდნიაო რა არისო სწორი გზაო, მაგრამ არც ერთხელ არ ამირჩევიო, იმიტომ რომ ის რთული იყო. აი ჩვენც ბევრჯერ დავდგებით გზაჯვარე დინზე, რომ იცი რაც არის სწორი, თან გეცოდინება რაც არის სწორი, ისე კი არის. მაგრამ აირჩევ თუ არ აირჩევ, აი ეს არის საქმე. და თუ მაინც ვერ აირჩევ,
არ უნდა დააბრალო არაფერს გარდა საკუთარი თავისა და აი აქაც მადლს არ დაკარგავ. თუ ნანოფ იმას, რომ ვერ გააკეთე, იქაც მადლით შეგინარჩუნდები. ძალიან რო აღარ გადაგღალოთ, ესე იგი, ახლა გამახსენდა, ახლა ჩვენ ხო ყველა ამ ბოლო წმინდა პაისი ათონელის ცხოვრებას ძალიან ფართოდ ეცნობა ადამიანი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თუ გახსოვთ, იქ არის ერთი ასეთი შემთხვევა. მოწამეებზე რო საუბრობთ, თუ არა წმინდა მოწამე ანასტასიაზე როგორ ითმენდაო წამებასო და თავისი მეგობარი ეკითხება, რომ ჩვენც ასე უნდა მოვითმინოთო და არა, ჩვენ ერთი თითის შეხებასაც ვერ მოვითმენთო, რაღაცა რო გვიჩხლიტო, იმასაც ვერ მოვითმენთო. ამიტომ ჩვენ უნდა მარხვა შევინახოთო, უნდა ვილოცოთო, ტაძარში უნდა ვიაროთო, ან იმათის მოითმინესო და ჩვენ იმდენი არ გვევალება, იმიტომ ჩვენ იმას ვერ გაუძლოთ. ამიტომ ჩვენ ეს უნდა მოვითმინოთ. ესმით და აი ამ პატარ-პატარის მოთმენით ადამიანი უფრო დიდსაც მიაღწევს. მერთმა დალოცვილი და გახარებულები გავყოფო და ისურვებთ ყველას და ჩემს თავსაც ყველას, რომ აი ეს რწმენის ცეცხლი არ ჩამქრალიყოს ჩვენში და ჩვენშიც მარადიულად ყოფილიყოს მართლმადიდებლობის ზეიმი. აი ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. დღეს საღამოს 5 საათზე იქნება 7 საიდუმლოთაგან ერთ-ერთი ზეთის კურთხევის საიდუმლო აღსრულებული ამ ტაძარში. 5 საათზე დავიწყოთ. სხვაგვარად 7 გზის ზეთისხება. ვიღაცას რაღაცა რთულად არ მოიჩვენოს ჩემი ნათქვამი. 7 გზის ზეთისხება 5 საათზე დავიწყოთ. ერთმა დალოცვილი და გახარებულები გავხდეთ.